სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის წიგნის ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ერთი სრულყოფილი ცხოვრება, უფალი იესოს სრული ისტორია. ჩვენ მესამე ნაწილზე გადავედით, იესოს მსახურების დასაწყისი და ეხლა განვიხილავთ იესოს უდაბნოში ცდუნება, რომელსაც ის განიცდის. და ნახეთ, როგორი განსხვავება თუნდაც მათე და ლუკაში, ხო, რა ნიუანსია განსხვავება და მარკოზი ძალიან მოკლედ იფარგლება, არ გვეუბნება დეტალებს ცდუნებისას, მაგრამ ასახელებს. იოანე საერთოდ არ ახსენებს ამას. აი, ეს არის ამის ისტორია. მათეს სახარება 4:1-11. მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისაგან გამოსაცდელად. იმარხულა 40 დღეს და 40 ღამეს და ბოლოს მოშივდა. მიუახლოვდა მაცდური და უთხრა: თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი რომ პურებად იქცნენ ეს ქვები. იესო მიიგო პასუხად: დაწერილი არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის სპირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმინდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ღმერთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია თავის ანგელოზებს უბრძანებს შენსა და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას არ წამოკრა ფეხი. იესომ პასუხა: ასევე დაწერილია, არ გამოსცადა უფალი ღმერთის შენი. ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა მას ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამეებხობი და თაყვანს მცემ. იესომ კი უპასუხა: განვედ სატანავ, რადგან დაწერილია, უფალ შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას. მარკოზი პირველ თავში ძალიან კომპაქტურია, იცით, მარკოზი ყველაზე პატარა სახარებაა მოცულობით. მე-12 და მე-13-ში ესეთ რამეს გვიყვება ამის შესახებ. და დაუყოვნელი წაიყვანა იგი ღვთისმულმა უდაბნოში, ესე იგი ნათლობის შემდეგ. 40 დღე იყო უდაბნოში და სატანისაგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ. და ლუკა ესე გადმოგწევს უკვე მე-4 თავში ხსნის ამას, 1-დან 13 მუხლების შეთვლით, დაბრუნდა იორდანიდან სული წმინდით აღსული იესო და სულის მიერ გაყვანილი იქნა უდაბნოში. 40 დღეს იცდებოდა ეშმაკისაგან, არაფერი უჭამია იმ დღეებში. მათი დასრულების შემდეგ მოშივდა. უთხრა მას ეშმაკმა: თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას რომ პურად იქცეს. აქ ხოლობით შეხედავ ქვას რომ პურად იქცეს. მიუგო მას იესომ დაწერილი, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღმერთის ნათქვამი ყოველი სიტყვით. აიყვანა იგი მაღალ მთაზე, ნახეთ, მთა არის ახლა მეორე და ერთ წამში უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო. ესე იგი იქ მესამე ცდუნება, აქ მეორე ცდუნება არის. და უთხრა მას ეშმაკმა: შენ მოგცემ მთელ ამ ხელმწიფებას და მის დიდებას, რადგან მე მაქვს მოცემული და ვისაც მინდა იმას ვაძლევ. თუ თაყვანსემ, შენი იქნება ყოველივე. მიუგო იესომ პასუხად: დაწერილია, უფალ შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. წაიყვანა იგი იერუსალიმში, ტაძრის ფრთაზე დააყენა და უთხრა: თუ ღმერთის ძე ხარ, აქედან ძირს გადაიგდე თავი, რადგან დაწერილია, თავის ანგელოზებს უბრძანებს რომ დაგიცვან და ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოკრა. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია, არ გამოსცადა უფალი ღმერთი შენი, როცა ყველა გამოცდა და ასრულა, დრომდე გაშორდა მას ეშმაკი. ნახეთ, აქ საინტერესო რამეს ამბობს: დრომდე გაშორდა მას ეშმაკი. იქ მათე ამთავრებს, რომ ანგელოზები ემსახურებდნენ. მარკოზმაც ახსენა, რომ ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ. მაგრამ აქ ნახე, დრომდე გაშორდა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მე კიდე უტევს ეშმაკი მას, ხო? ასე რომ ეს იყო ნათლობასთან დაკავშირებული. მადლობა მოსმენისათვის.